დედამთილი ქართული სიტყვა და მკაცრი რეჟიმის შრომა გასწორების კოლონიის უფროს ნიშნავს. მაგრამ თუ ჩემს რჩევებს გაითვალისწინებთ, მაშინ ეს კოლონია 5 ვარსკვლავიან all-inclusive-იან სასტუმროდ გადაკეთდება. არ უნდა უთხრათ ფრაზა. მე ცალკე მინდა ცხოვრება. ოღონდ ეს არ უნდა უთხრათ სადედამთილოს. თორე რო გათხოვდებით დედამთილს პირველი ზუსტად ეს ფრაზა უნდა უთხრათ. არ უნდა უთხრათ ფრაზა. დედა, თქვენ დაისვენეთ დღეს, ჭურჭელს მე გავრეცხავ. იმიტომ რომ არასწორად გაგიგებთ და მერე ის მთელი ცხოვრება დაისვენებს და თქვენ მთელი ცხოვრება ჭურჭელს გარეცხავთ. არასოდეს გაიმეოროთ ჩემი შეცდომა ორსულობის დროს და არ კითხოთ დედამთილს. დედა, რა დავარქვათ? თორე მერე თქვენს ჩემსავით გეყოლებათ მურთაზიკო და ლამზირიკო. არ უნდა უთხრათ დედამთილს. აუ, რა სიმპათიური ბიჭი გყავს, უეჭველი მამას გავს, ხა? არასოდეს იწუწუნოთ დედამთილთან, რომ თქვენი ქმარი უყურადღებოან ზარმაცია, რადგან მან ყველაზე კარგად იცის, რა შემოგასაღათ. არასოდეს უთხრათ დედამთილს. აუ, დღეს სახლში ვერ მოვდივარ და იქნებ რამე მოატყო შენ შვილს. არასოდეს კითხოთ მოკრძალებით დედამთილს ბავშვ თუ დაიტოვებს. პირდაპირ მიდით, კართან დასვით ბავშვი და გაიქეცით. შვილი-შვილია, ხელს ხო არ კრავს ახლა? არასოდეს გაიმეოროთ ჩემი შეცდომა და არ უთხრათ დედამთილს. წინ მევჯდები. თორე მერე თქვენს ჩემსავით მოგიწევთ ავტობუსით სიარული. ეს ყველაფერი თქვენ არ უნდა უთხრათ დედამთილს. თორე იმან, რაც გინდათ გითხრათ. ერთ ყურში შეუშვით და მეორედან გამოუშვით. Thank you.